რესტორან ლატროფეში მომხდარ ინციდენტზე სასამართლო პროცესი განახლდა. პროკურორს დღეს ჩხუბის თვითმხილველი თიკო სადუნიშვილი უნდა დაეკითხა, თუმცა მოწმე სასამართლოში არ გამოცხადდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია. საუბარია რესტორნის გარე პერიმეტრიდან, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებზე. სხდომას ხულიგნობაში ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრებოდა, რომლის თქმით წარდგენილ ჩანაწერებში რომელიმე პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ მელიას ბრალი რესტორან ლატროფეში 2013 წლის 12 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. ჩხუბი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და კლუბში მყოფ რამდენიმე პირს შორის მოხდა. ბრალდების ხარემ წარმოადგინა ვიდეო ფირი, სადაც აღბეჭდილი არის გარე პერიმეტრი კაფე ლატროფ, რესტორან ლატროფის. ამ ვიდეო ფირებზე აღბეჭდილი იყო, რომ მოძრაობდა ხალხი, მოძრაობდა მანქანები, თუმცა ვერ ხდება ვერც ამ ხალხის იდენტიფიცირება, არც ხმის იდენტიფიცირება არ არის. 4 წელიწადია მიმდინარეობს ეს სასამართლო პროცესი, როგორც თქვენ არ იცით, რას ეხება ეს საქმე, ისევე არ ვიცი მე. უბრალოდ პერიოდულობით მიწევს ამ სასამართლო პროცესებზე დასწრება, მართალია ბრალდებულის სტატუსით, მაგრამ გულახდილად წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვესწრები ამ სასამართლო პროცესებს და რა ბრალი მიმიძღო და მიმიძღვის ეხა. მიმდინარეობს ბრალდებულების ბექა მაზიაშვილის და ნიკა ნორმელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, საქმის არსებითი განხილვა. დღეს ბრალდების მხარემ გამოიკვლია საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ ვიდეო ჩანაწერი, თუმცა გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და დაახლოებით რამოდენიმე სხდომა დასჭირდება აღნიშნული პროცესის დასრულებას.